ერთხელ გოგო შემიყვარდა. ის იყო ლამაზი როგორც მთვარე და ნაზი როგორც ყვავილი. ბედნიერნი ვიყავით, მანამ სანამ ვარჯიში არ დაიწყო და კუნთები არ დაებერა. ბლანჟეტს მოუშვა და ერთხელ როცა ჩამძინებოდა, ჩუმად მომეპარა და ფაკ! ჩემი გაუპატიურება სადა. სხვათა შორის მას შემდეგ ჩვენი რომანი დასრულდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ვარჯიშის ბრალია. გამარჯობა ძირფოსო მეგობრებო, მე ვარ ჯო ფიტმენი. რადგან დღეს რომ მარტია, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი სიუჟეტი მიეძღვნება ჩვენს ლამაზი სქესის წარმომადგენლებს. დაფრინავს ასეთი მითი, რომ როცა გოგო იწყებს ვარჯიშს, ის მამაკაცებს გავსებაო. თქვენი ბრალია, რომ გოგონები ფიტნეს დარბაზებს გაორბიან და ჩვენს ქვეყანაში დუნდულების დეფიციტია. სინამდვილეში ეს მითი წამოვიდა ბოდიბილდინგიდან, სადაც ქალები იყენებენ სინთეტიურ ჰორმონებს, რომელიც იწვევს მუსკულიზაციას და კაცთა დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენას. მაგრამ ძირითადად სპორტულ გოგონებს ის ქალბატონები აკრიტიკებენ, რომლებსაც დივანიდან გაბერელი ტრაკის აწევაც ეზარებათ. ვარჯიში არანაირად არ უშლის ხელს ქალების გარეგნობას. არამედ უფრო ხელს უწყობს, რომ გამოხატონ თავიანთი ნამდვილი სილამაზე. იცით რა არის ყველაზე აუტანელი? როდესაც გოგო მოდის დარბაზში და ტრენერს ეკითხება. ტრენერ, დუნდულები მინდა რომ გამოვიკვეთო. კარგი, მოდი დავიწყოთ ჩაჯდომები მსუბუქი წონით. აუ, რა ჩაჯდომები ღადავთ? გინდათ რომ ფეხები დამეკუნთოს? What? ბიჭებო, რა ტყუილად ვაკეთებდით ჩაჯდომებს უზარმაზარი წონებით? რა ტყუილად ვუძლებდით ამდენ ტკივილს? თურმე ყოფილა ყველაზე იოლი გამოსავალი ფეხის კუნთებისთვის. ჩაჯდომები მსუბუქი წონით. არასწორად ჩამოყალიბებულია ის აზრი, რომ გოგონები ძალიან სუსტები არიან. მე თვითონ დავინახე გოგო, რომელიც შედიოდა დარბაზში და აკეთებდა 20 აზიდვას ორძელზე. ჩაჯდომებს 80 კილოთი და ჟიმი ჰქონდა დაახლოებით 70 კილო. თვითონ კი სულ რაღაც 58 კილო იყო. იმ დარბაზში ალბათ 5% მამაკაცი იყო, ვინც იგივეს გაიმეორებდა. მაგრამ რაც საინტერესოა, ის გოგონა როცა გამოდიოდა დარბაზიდან, ისეთი ნაზი ხდებოდა, რომ ვერასდროს იფიქრებდი რა ძალის პატრონია. თქვენთან იყო ბონდო ჯო ფიტმენი. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დააჭერეთ ლაიქს და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს. მე ძალიან მიყვარს თქვენი კომენტარები. ქალბატონებო და გოგონებო, გილოცავთ 8 მარტს.